უფალი ადამიანს მისი განწყობის მიხედვით მიაგებს. მოყვასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრახკანი აღგითქუ შენ. მიიღე შენი და ვიდოდე, ხოლო მე მნებავს უკანაესკნესა ამას მიცემად ვითარცა შენ. ანუ არა ჯერ არსა ჩემ და რაიცა მინდეს ყოფად ჩემსა ზედა, არამედ თვალი შენი ვიდრე მე ბოროტარს, ხოლო მე სახიერ ვარ. ესრეთი იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა, რამთ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. მათ ესახარება მე-20 თავის მე-13-მე-16 მუხლები. ერთი შეხედვით უსამართლო ჩანს, რომ ბოლო ჟამის მუშაკმა იგივე საზღაური მიიღოს, რამდენიც მან, ვინც დილიდანვე გავიდა მინდორში და მთელი დღე იმუშავა. თუმცა ეს არის მოძღვრის ხელოვნება, რათა მოწაფეებს ამიგავის მნიშვნელობა ასწავლოს. თავარი ის კი არ არის, რამდენი საათი ილოცებ, არამედ როგორ ილოცებ. თქვათ შენ ილოცე 5 წუთი, ხოლო სხვა მთელი დღე. შესაძლოა ამ 5 წუთიანი ლოცვით შენ უფრო მეტი მადლი მიიღო, ვიდრე მან, რომელიც მთელი დღე დაშვრა ლოცვაში. და აი კიდევ რა. განა ის არ კმარა, რომ იმ საბრალომ, რომელიც დღის ბოლოს მოვიდა სამუშაოზე, მთელი ცხოვრება ამაოდ გაფლანგა, რადგან შორს იყო სიხარულისა და ბედნიერებისაგან. და ახლა მას შემდეგ, რაც სამუშაო ითხოვა, გასამრჯელოც აღარ მისცეს ღმერთმა. თანაც მთელი გულითა და წადიერებით ითხოვა ეს. მან 5 წუთი ილოცა დღის ბოლოს, მაგრამ ეს იყო ნამდვილი ლოცვა. მისი გული გაიხსნა და მხურვალედ ილოცა ღვთისადმი. მისი ლოცვა ღირსეული იყო. მაშინ როცა მეორე მთელი დღე მცონარებით ილოცა, თუმცა კი დაიღალა, მაგრამ ამას ფასი არ აქვს. მარტო ფიზიკური დაღლა, თუ ამას გულის მხურვალებაც არ ახლავს თან, უნაყოფო და ამაოა. ასე რომ უფალი ადამიანს მისი განწყობის მიხედვით მიაგებს. განა ასე არ არის? ნეტარი ავგუსტინე მდიდარი იყო წმინდა წერილით. ტრფიალებით წაიკითხეთ ნეტარი ავგუსტინეს აღსარება და ღაღადისი. როცა განიცდი იმას, რასაც კითხულობ, ავითარებ საღვთო ტრფიალებას. ესაა სულიერი საკითხავის დანიშნულება. წაიკითხეთ ღაღადისი, რომელიც სავსეა საღვთო ტრფიალებით. კითხულობ ამას და ვტირი. რა ღრმა და მშვენიერი სიტყვებია. იკითხეთ და დაეწაფეთ ამას. ასე მოიპოვებთ საღვთო ტრფიალებას. მოიტანეთ ღაღადისი და წამიკითხეთ. ჰოი უჩინარო ნათელო, რომელთაც ხილული ხდება ადამიანის გულის მთელი უფსკრული. შენ ხარ ჭეშმარიტება, ჰოი სიტყვაო, რომლის მიერ შეიქმნა ყველაფერი და არ არსებობს რაიმე, რაც შენს გარეშე შეიქმნა. შენ სიტყვაო, თქვი რა მაშინ დასაწყისში იქმენი ნათელი. ნეტავ მეც მომეცეს ნათელი. ნეტავ მეც ვიხილო ეს ნათელი და შევიცნო ყველაფერი, რაც არ არის ნათელი. ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად თქვენც იფიქრეთ ყოლად ძლიერ ღმერთზე, რომელიც იქცეოდა ბნელსა ზედა და თქვა, იქმენი ნათელი და იქმნა ნათელი. შესაქმე, პირველი თავის მე-3 მუხლი. თქვით ხოლმე საღვთო ტრფიალებითა და აღრთვანებით. დიდება შენ და რომელმან მოგფინე ნათელი. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანიც გცემთ შენ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ, დიდისა დიდებისა შენისათვის. ჰოი, რა საოცარი რამეა დიდება მაღალიანი. ყველაზე მშვენიერი ლოცვაა. ღმერთო ჩემო, ჩვენ დაბალნი, უღირსები ვართ შენ და ქებად და დიდებად. თუმცა შენი განუზომელი სახიერება ღირს ვყობს, ვეზიაროთ ამ სიხარულს. შენ რომელსაც გაქებენ ანგელოზები, მთავარანგელოზები, მთავრობანი, უფლებანი, სერაფიმები და ქერუბიმები და ყოველნი ზეციური ძალნი. იხილეთ რაბამი სიყვარული მომცა ჩვენ მამამან, რაითა შვილღმრთის ავიწოდნეთ. ამისთვის სოფელმან არა გიცნის თქვენ, რამ თუ არცა იგი იცნეს. საყვარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რა იყოფად ვართ. გარნა ვიცით რამე თუ უკვე თუ გამოცხადნეს მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამე თუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს. იოანე ღვთისმეტყველის წერილი, მე-3 თავის 1-2 მუხლები. ახლა წამიკითხეთ, რას ამბობს ნეტარი ავგუსტინეს საღვთო მადლის შესახებ. ნათლად ვხედავ,
რომ ყველაფერი შენი ნიჭია და შენს გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიც. რადგან თუ შენ უფალო არ დაიცავ ქალაქს, ამაოდ მღვიძარებენ მისი მცველები. რამე თუ კიოდესმე მქონია რაიმე სიკეთე, ეს შენგან მქონდა. და რაც კი მაქვს შენია, რამე თუ შენგან მივიღებ. ხედავთ როგორ შეიგრძნობს, რასაც წერს, ეს ცარიელი ფილოლოგია და უშინაარსო სიტყვები არ გეგონოთ. გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვებია. ხედავთ როგორი სინანული აქვს და როგორ მდაბლდება. უფალმა ის სინანულის მადლით აღავსო. უფალო იესო ქრისტე. რასაც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, მისი სიტყვები როდია, არამედ საღვთო მადლისა. ეს ყველაფერი წმინდა წერილიდანაა, ამიტომაც ფლობს ავგუსტინე ამოდენა სიმდიდრეს. მას შეთვისებული აქვს წმინდა წერილი და რასაც ამბობს, ყველაფერი იქიდანაა. წამიკითხეთ საღვთო შესხმის შესახებ. ჩვენ როდი ვართ, ვინც შენ გაქებთ, არამედ თავად შენ, შენს მიერ და შენთვის. ჩვენთვის ქება ხარ შენ, რადგან მაშინ პოულობთ ნამდვილ ქებას, როდესაც შენ გვანიჭებ ამას. რამე თუ შენ, რომელიც ხარ ჭეშმარიტი ქება, შთააგონებ ნამდვილ შესხმას და რამდენჯერაც ვეძებთ ქებას, სხვებისაგან და არა შენგან, ვერასდროს ვახერხებთ შენს შესხმას, რადგან ეს არის წარმავალი, ხოლო მას, რომელიც შენგანაა, აქვს მარადიული მყოფობა. რა გასაოცარ სიტყვებს ხმარობს ნეტარი ავგუსტინე. შენ, ადამიანო, არ ძალგიცეს. უფალი შთაგაგონებს ამას, ის აღგიძრავს გულში ქებასა და დიდების მეტყველებას, შემდეგ კი შენ უგზავნი მას. როგორც წმინდა წერილი ამბობს, რამე თუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცით. არამედ თვით იგი სული მეო ხარ ჩვენთვის, სულ თქმით ამით უსიტყველითა. რომელთა მიმართ ეპისტოლე მერვე თავის 26 მოხლი. უფლის ფერის თვალებისას მოსემ გამოუთქმელი ნათელი იხილა. როდესაც ადამიანი მაღალ სულიერ საზომს აღწევს, შინაგანად ფერის თვალების შეუქმნელ ნათელს განიცდის. ღმერთი არავინ სადა იხილა. იოანეს სახარება, პირველი თავის 18 მოხლი. მაგრამ ვინც სულიერების მაღალ საზომს მიაღწია, იხილა შეუქმნელი ნათელი. აქედან უნდა დავიწყოთ. წამიკითხეთ ფერის თვალების კანონი. ჯერ კიდურ წერილობა მითხარით, რომელიც წმინდა კოზმას ეკუთვნის. ქრისტემან მთასა მაღალსა ნათელი ელვარე მიჰფინა პირისაგან მისისა. ღმერთს როგორც უნდა, ისე გვევლინება. როგორც ადამიანი, როგორც ანგელოზი, როგორც ღრუბელი, როგორც ალმური კვამლისა. მაყვალი შეუწველი. ესეც შეუქმნელი ცეცხლი იყო. ისე როგორც ის ცეცხლი, რომელმაც წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით შესაწირავი და შეშა დაწვა. ეს შეუცნობელი და მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის. მეორე კანონის კიდურ წერილობაც წაიკითხეთ, რომელიც იოანე დამასკელს ეკუთვნის. მოსემ პირი ღვთისა თაბორსა ზედა იხილა. გახსოვთ, როცა გითხარით, თაბორზე მოსემ შეუქმნელი ნათელი იხილა მეთქი. მან ეს სინაზე კი არა, თაბორზე იხილა. წაიკითხეთ პირველი გალობის მესამე ტროპარი და ნახავთ. შენ ქრისტე, მთასა სინასა და მთასა თაბორსა, ეჩვენე პირველ მოსეს ნისლსა შინა, ხოლო აქა ნათელსა შინა და ღაღატყო, ხსნესა ჩვენსა და უფალსა უგალობდეთ. ახლა მიხვდით, პირველ ნისლსა შინა, ხოლო აქა ნათელსა შინა. ის ნისლი სინას მთაზე იყო წინასახე, ხოლო უფლის ფერის თვალებისას მოსემ გამოუთქმელი ნათელი იხილა. წაიკითხეთ მესამე გალობა. განა იმასვე არ ამბობს, რასაც გეუბნებით. დიდება იგი, რომელი აგრილობდა პირველად, კარავსა მას და მოსეს მსახურსა შენსა ზრახვიდა. იგავი იყო ფერის თვალებისა შენისა ელვარისა, ქრისტე ღმერთო, თასაზე და თაბორსა. გალობა უშრომლად განწმეთს ადამიანს. საეკლესიო გალობას დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის. არ უნდა არსებობდეს ქრისტიანი საეკლესიო გალობა, რომ არ იცოდეს. ყველამ უნდა ისწავლოს, რადგან მას უშუალო კავშირი აქვს სულთან. გალობა უშრომელად განწმენს ადამიანს. ხდები წმინდანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სიხარულით.
ადამიანის სულში არსებობს ჰარმონია. ჩვენს თავდაპირველ სულიერ მდგომარეობაში არსებობდა ეს ჰარმონია. ამიტომაც, როდესაც ზოგიერთ ადამიანზე ვამბობთ მადლიანიაო, ეს იმიტომ ხდება, რომ არიან უბრალოები და აქვთ პირველ ქმნილება. წინათ ჰარმონიაში ვცხოვრობდით, ახლა კი დისჰარმონიაში ჩავარდით და ამაში პოულობთ სიამოვნებას. გინახავთ, როგორ უკრავენ დღეს ადამიანები დასარტყამ საკრავებზე. თითქოს ცდილობენ ერთგვარი ჰარმონია შექმნან, მაგრამ ამას ხომ ჰარმონია არ ჰქვია. ცხადია, ეს მათ შინაგან სამყაროში პოულობს გამოძახილს და ამაში გრძნობენ სიხარულსა და შვებას. თუმცა ტკბებიან იმით, რაც არ არის ჰარმონია. განასიმართლეს არ ვამბობ? დღეს ადამიანი იმყოფება არაბუნებრივ, ცოდვით დაცემულ მდგომარეობაში. ანუ რაც ადამიანის ბუნებამ ცოდვით დაცემის შემდეგ შეიძინა. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი სულიერად გაველურდა. ეს დასარტყამი საკრავები სულს აშფოთებს, რადგან ავითარებს იმას, რაც შეუფერებელია ადამიანის ბუნებისათვის და არ ღვევს ჰარმონიას. ხოლო ის, ვისაც პირველ ქმნილება ნამდვილი ჰარმონია აქვს, ტკბება ამით, შვებას განიცდის და ვერ იტანს დისონანსს. თუ ადამიანი საეკლესიო გალობას შეიყვარებს, ძალიან ადვილია მისი სწავლა. დიდია სარგებელი, რომელიც ადამიანის სულისთვის ჰარმონიას მოაქვს. მას, ვინც გალობა იცის და თავმდაბალია, აქვს ღვთის მადლი. ცოტაც და უნდა გაბრაზდეს, განრისხდეს, მაგრამ ეშინია დისჰარმონიის, რადგან მრისხანება და ყველა ეს დაცემული მდგომარეობა უცხოა ჰარმონიისთვის. და ასე თანდათანობით იძულებს ბოროტებას და ითვისებს სათნოებებს, რაც არის ჰარმონია. ყველა სათნოებას აქვს ჰარმონია. არც მწუხარება გექნება და არც სხვა რამ. ცხოვრობ მხოლოდ სიხარულში. როცა შეამჩნევ, რომ შენი სულის ჰორიზონტზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, იგალობე რაიმე მშვენიერი საგალობელი და შავი ღრუბელი ღვთის საგალობელი გახდება. ძალას, რომელიც შენს დამწუხრებასა და დათრგუნვას აპირებდა, გარდაქმნის იკეთეთ. ოდესღაც მეფე საული ეშმაკით იყო შეპყრობილი, ხოლო დავითი მიდიოდა მასთან, უგალობდა და ეშმაკიც გარბოდა. როდესაც მას მოწყინების ეშმაკი იპყრობდა, მიდიოდა დავითი ფსალმუნზე უკრავდა და ეშმაკიც მიდიოდა. სად არიან ისინი სევდისაგან განკურნებას რომ დაეძებენ? როცა ისწავლიან საეკლესიო გალობას და დაინახავენ მათკენ მომავალ შავ ღრუბელს, ჰოპ! იგალობე ერთი ღირსარსი და შავი ღრუბელი, რომელიც შენს შესაპყრობად მოდის, ერთგვარი სევდის სახით, ხდება ღვთისადმი საგალობელი. მე მჯერა ამისი, მტკიცედ მჯერა. მე გეუბნებით, რომ გალობელს, რომელსაც უყვარს გალობა და არის ღვთის მოშიში, შეუძლია თავისი სიმძიმილი მუსიკალურ ნაწარმოებად აქციოს და იგალობოს. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ იტიროს და მწუხარებას მიეცეს, გალობით ადიდებს ღმერთს. მე ასე მწამს და ასე ვხედავ ამას. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა ადამიანი, 10, 20 თუ 30 წლის. გალობისადმი მიდრეკილება შინაგანად ყველას აქვს. თავარია, რომ გავაღვიძოთ იგი ჩვენში და შევიყვაროთ ეს ხელოვნება. მაგრამ თუ მგალობელი ხარ და არ გაქვს ღვთის სული, მოდის ეგოიზმის განსასდელი და განადგურებს. აღარ მოდის ის სიხარული და შვება, რაც ზემოთ ვახსენე. ნაცვლად ამისა მოდის ეგოისტური აშლილობა. მაშინ, როცა ამ წმინდა საქმემ გალობამ უნდა დაგამშვიდოს და ჰარმონია მოგანიჭოს. გალობის დროს არ უნდა იფიქრო პიროვნებებზე. მთელი ყურადღება გალობის რიტმზე უნდა გქონდეს. ბევრი დაღუპა ამგვარმა გალობამ. ბევრი ადამიანი დასნეულდა ამ პარტავნებით. იქ უდაბნოში ჩემს ბერებს არ უთქვამთ ჩემთვის გალობა ისწავლეო. მე კი მინდოდა, მაგრამ ვერ შევიძინე ეს ცოდნა. უდაბნოში შეგიძლია თავისუფლად იგალობო, რადგან გავლენის ქვეშ არ ექცევი. ხოლო როცა ეკლესიაში მიდიხარ, მთელი მრევლი ყავს გონებაში. შეიძლება შენ ხატებს უყურებდე, მაგრამ ისეთი განცდა გქონდეს, რომ ყოლა შენ გისმენს და ეგოიზმით გაიბერო. ხშირად ხდება, რომ გალობელი ვერ ახერხებს ნაწარმოების შესრულებას, რადგან ეგოიზმი უსჯლის ხელს. შეიძლება გონება გაექცეს, ბევრი რამ შეიძლება დაემართოს. თქვენ იტყვით,
თუ ასეა, თავი ავარიდოთ გალობას, რადგან განსასწრელში გვაგდებს. არა, ვისწავლოთ გალობა, რათა ამით ქრისტეს მიერი სული შევიძინოთ. შეგვეწიოს ღვთისმშობლის მეოხება და კურთხევა. დილამშვიდობისა და მრავალჟამიერ ღვთისმშობლის კურთხევა და მეოხება შეგვეწიოს. შენიშვნა: ეს მოვლენა მოხდა 1987 წელს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე. ყველას გილოცავთ დღესასწაულს. ძალიან გახარებული ვარ ღვთისმშობლის გამო. დღეს ყველას გეამბორეთ, დიმოსთენის, კოზმას, თომას, ყველას, მაგრამ თქვენ ეს ვერ გაიგეთ. ეს საიდუმლოდ მოხდა. ქრისტეში ყველანი ერთნი ვართ. ნება მომეცით ვიგალობონ. დღეს ცხოვრებისა ჩვენი სათავე არს და საუკუნიდან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამით ძეღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსაც ჩვენც ახმამაღლად უღაღადებთ. იხარებდენ მიმადლებულო უფალი შენთანა. თქვენც იგალობეთ, ისე ვიგალობეთ უფრო ლამაზად, ვერ ვწყებით ამით. ეს საუკუნეების წინ იყო ნაუწყები. რა წერია ქრისტეშობის კატავასიაში? წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ძესა მხოლოსა და ქალწულისაგან განხორციელებულსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა უღაღადებდეთ, რომელმან აღამაღლე რქაი ჩვენი, წმინდა ხარ შენ უფალო. შეიგრძენით საღვთო განკაცების საიდუმლო. შობამან შენმან ქრისტე ღმერთო. გალობა მას დავტირი. დღეს ცხოვრებისა ჩვენი სათავე არს და შობამან შენმან ქრისტე ღმერთო. ადამიანის შექმნილი როდია, არამედ სული წმინდის. ღრმა აზრი დევს ამაში. საოცარი სიტყვებია, ძალიან ღრმა შინაარსი აქვთ. იგალობეთ. ჩვენ ცოტას თუ გებულობთ აქედან. სიმართლეს გეუბნებით, ეს ადამიანმა კი არ დაწერა, არამედ სული წმინდამ. ყოველთვის როცა ამას ვისმენ, ვტირი. რამდენჯერაც ვფიქრობ ამაზე, ყოველთვის გული მიჩუყდება. ისე ვიგალობეთ, მაგრამ ლამაზად და გამოთქმით. ლაპარაკიც კი მიჭირს, არ შემიძლია, ძალა აღარ მაქვს, დავარდნილი ვარ. რომ ვილაპარაკო, უნდა წამოვდგე და თავს ძალა დავატანო. ძალიან განვიზდი, თვალები ცრემლებით ამევსო. და რადგანაც ვწევარ, ცრემლები ქვემოთ არ მოედინება და თვალები მთლად სველი მაქვს. მთელი დღეც რომ ვიგალობო, ეს ტროპარები, გამუდმებით გული ამიჩუყდება. ნეტავ ორი დინამიკი მქონდეს, რომ ფიჭვებზე დავკიდო და მაგნიტოფონით დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და შობამან შენმან ქრისტე ღმერთო დავუკრა და ქარმა ქვეყნის ყველა მიმართულებით წაიღოს, რათა მთელმა სამყარო მოისმინოს. მარადიულობის შესახებ. სიკვდილმა არ უნდა შეგვაძრწუნოს. მასში საშიში არაფერია. ეს არის კარი, რომელსაც მარადიულობაში შევყავართ. სიკვდილისა მოკვდინებასა დღესასწაულობთ. მთელი წმინდა წერილი მარადიულობის სულითაა შთაგონებული. ღმერთი არის მარადიული და ჩვენც იმიტომ შეგვქნა, რათა მარადიულები გავხადოს, ამ ქვეყნიდანვე ვიყოთ თანაზიარნი მისი დაუსრულებელი სასუფევლისა. თუ კი გვსურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ ღმერთში. ჩვენი ეკლესია თავისი საიდუმლოებებით, მსახურებებით, ტროპარებით, საგალობლებით, უმთავრესად კი საღვთო ზიარების საიდუმლოთი, განუწყვეტლივ გვახსენებს მარადიულობას. როდესაც ვეზიარებით, მღვდელი ყველა ჩვენგანისათვის ამბობს, მოსატევებლად სოდათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ადამიანისთვის, რომელსაც შინაგანად ქრისტე ჰყავს, არ არსებობს არც სიკვდილი, არც სატანჯველი, არც ეშმაკი. ეს ყველაფერი მისთვის არ არსებულია. არსებობს და თანაც როგორ ოღონდ მათთვის, ვინც ქრისტეს განეშორა. განა არ წერია, ადამ დაცემული აღიმართა და ეშმაკი დაითრგუნა. შენიშვნა. შაბათის მწუხრი. ხმა პირველი გვერდითი. ღაღატყავის დასდებელი. სადარ სიკვდილო საწერტილი შენი, სადარ ჯოჯოხეთო ძლევაი შენი. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, მე-15 თავი, 45 მოხლი. ამრიგად ჩვენ სარწმუნოებას სწამს, რომ მისთვის, ვინც ღვთის სიტყვას იმარხავს, არ არსებობს სიკვდილი. განა არ ამბობს იოანე მახარებელის ახარებაში? ამენ ამენ გეტყვი თქვენ, უკვე თუ ვინმე სიტყვა ჩემი დაიმარხოს,
სიკვდილი არ აიხილოს უკუნისამდე. იოანეს სახარება 1:51 მოხლი. სიკვდილისა სიკვდილსავ დღესასწაულობთ დღეს და ჯოჯოხეთისა განქარვებასა. დასაბამსა მიზეზსა აღლისა ცხოვრებისასა უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზეშთა აღმატებულსა. ნახეთ, ეს სააღდგომო საგალობელი გვაუწყებს, რომ სიკვდილი და ჯოჯოხეთი მოიკლა და განქარდა. და ეს მოხდა არა ადამიანური ძალით, არც ანგელოზის სურვილით, არამედ თვით ძე ღვთისას, ქრისტეს აღდგომით. ხოლოაც ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, მე-15 თავის მე-20 მოხლი. და ჰიმნოგრაფიც გამოხატავს რა თავის გრძნობებთან ერთად ჩვენსასაც, ამბობს, რომ არა მარტო გვჯერა ამისა, არამედ დღესასწაულობთ და გვიხარია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის განქარვება. ამავდროულად ვზეიმობთ სხვა, მარადიული ცხოვრების დასაწყის და კრთომით ვადიდებთ მას, ვინც ამ გამარჯვების მიზეზი გახდა და მოგვანიჭა საუკუნო ცხოვრება. ამას ეგვეუბნება პავლე მოციქულიც, ხოლო ღმერთსა მადლი, რომ მან მომცა ჩვენ ძლევაი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. და სხვაგან, დაინთქა სიკვდილი ძლევითა. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, მე-15 თავი. გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსყდეთ უფლისანი ვართ. მომავალ ცხოვრებაში გადასვლა ისევე ხდება, როგორც კარს გააღებ და სხვა სივრცეში გადიხარ. ანდა ხიდზე გადახვალ და საპირისპირო მხარეს აღმოჩნდები. წესით ჩვენ არ უნდა ვამბობდეთ მომავალ ცხოვრებას, რადგან ცხოვრება ერთია. და თუ აქ ამ ქვეყნად ვიცხოვრებთ ღვთისნების თანახმად, უფალი გამოგვიცხადებს, როგორ ვიქნებით სიკვდილის შემდეგ. ყური დაუგდეთ, რას გვეუბნება სიყვარულის მოწაფე იოანე მახარებელი. საყვარელო, აწ შვილი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს რა იყოფად ვართ. გარნა ვიცით რამე თუ უკვე თუ გამოცხადნეს მსგავსად მისა ვიყვნეთ რამე თუ ვიხილოთ იგივით არცა იგი არს. იოანეს პირველი წერილი, მე-3 თავის მეორე მოხლი. იმას, რასაც ჩვენ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ვიხილავთ, ენა ვერ აღწერს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, მეორე თავის მე-9 მოხლი. ერთხელ ცოტა ხნით მოვკვდი, სხვა სამყაროში ვიყავი გადასული. ვიხილე იქაური მშვენიერებანი, არ მინდოდა იქიდან წამოსვლა, ძალიან მეწყინა უკარომ დავბრუნდი, იქ ყველაფერი ნათელი იყო, აუწერელი სიხარული, 60. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ერთ დღეს აპოსტოლიმ მითხრა, მამაო, ასეთ ასაკში ხარ და ისე მონასტრის გეგმას ადგენ? ამ დროს წმინდა პორფირი 85 წლის იყო. მე ვუპასუხე, მე მარადიული ვარ და ყველას ასეთი განცდა უნდა გქონდეს. ვიშრომოთ, როგორც უკვდავებმა და ვიცხოვროთ სიკვდილის მოლოდინში. ასე რომ შეგვიძლია დავრგოთ ხეები, ვაშენოთ, ვიღვაწოთ და არ ვიფიქროთ, მოვესწრებით თუ არა ამას ჩვენ. ყოველთვის როცა ვეზიარებოდი, ერთ ტროპარს ვამბობდი სააღდგომო კანონიდან. ჰოი პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჰოი სიბრძნეო ღმრთისაო და სიტყვაო და ძალო, მომე ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა და აუღმებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა. აღდგომის კანონი, მე-9 გალობის მეორე ტროპარი. სიტყვა უსრულეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ნიშნავს? უფრო ძლიერად, უფრო მკვეთრად. თუ უფალი სამოთხეში მომიხმობს, იქ ღვთის მადლით უსრულესად, ანუ უფრო მკვეთრად შევიგრძნობ ღვთის სიხარულსა და დიდებას, ვიდრე აქ, დედამიწაზე. არ ვიცი რამდენი წელი ვიცოცხლებ, 5, 10, 20. რამდენ ხანსაც ვიცხოვრებ, დავტკბები ქრისტეს სიხარულით. გარდა ამისა, მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ. საქმე მოციქულთა, მე-17 თავის 22 მოხლი. არ ვზრუნავ, რომ დიდხანს ვიცოცხლო, არც იმას ვფიქრობ, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არც ვითხოვ, რომ ვიცოცხლო. ესაკითხი სრულად მივანდე ღვთის სიყვარულს, რადგან უფალს ვეკუთვნი. გინდ ამ ცხოვრებაში, გინდ მომავალ ცხოვრებაში. გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსყდეთ, უფლისანი ვართ.
რომელთა მიმართ ეპისტოლე მე-14 თავის მერვე მუხლი. უფალი განსჯის, რა გადაწყვეტილება მიიღოს. მე მზად ვარ სიკვდილისთვის და არ მინდა რომ სატანჯველზე ვიფიქრო და უიმედობის გულისძრახები მივიღო. როგორც თქვენთვის ნათქვამი მაქვს, ერთხელ როცა სიკვდილის პირას ვიყავი, შინაგანად სიხარულს გრძნობდი, რომ ქრისტეს შევხვდებოდი. არა იმიტომ რომ საკუთარი აურაცხელი ცოდვების განცდა არ მქონდა, არამედ მწამდა რომ ღვთის გულმოწყალება ამაზე გაცილებით დიდია. არც ასიდიდე შეცოდებათაი, არცაც ცოდვათა სიმრავლე აღამატების ღმრთისა ჩემისა მრავალსასრულ გრძელებასა და კაცთმოყვარებასა. შენიშვნა. ზიარების წინ საკითხავი ლოცვები, ლოცვა მე-7. ჭეშმარიტება არის ერთი, გარდავიცვლებით. აქ დედამიწაზე არ დავრჩებით სამუდამოდ. ჩვენი მიზანი მარადიული ცხოვრებაა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვემზადოთ. საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ როცა მოვემზადებით, ვიქნებით ბედნიერები. აღარ შეგვეშინდება, რადგან სიხარულით დაველოდებით, რომ დაუღამებელ ნათელში წავიდეთ. იქ ქერუბიმებთან, სერაბიმებთან და ეკლესიის ყველა წმინდანთან ერთად დაუსრულებლად განვადიდებთ წმინდა სამებისა და ღვთისმშობლის სახელს. მაგრამ საჭიროა რომ აქედანვე ვიცხოვროთ სამპიროვანი ღვთის დიდებაში. თუ ღმერთს აქედანვე არ შევუერთდებით, არც მომავალ ცხოვრებაში ვიქნებით მასთან ერთად მის ზეციურ დიდებასა და სიხარულში. ხოლო აქ დედამიწაზე მაშინ ვიცხოვრებთ მარადიული ცხოვრებით, როცა ჩვენში ძველ კაცს მოვაკვდინებთ. რაღაც ამის მსგავსი დავინახე დაწერილი წმინდა მთის ერთ-ერთი მონასტრის შესასვლელში. იქ ეწერა: თუ სიკვდილამდე მოკვდები, როცა მოკვდები, აღარ მოკვდები. ესე იგი, თუ მოკვდები ძველი კაცის მიმართ, მარადიულობაში იცხოვრებ. იქ არ არსებობს სიკვდილი. ის დაუღამებელ ნათელშია. ბევრი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არ არსებობს, თუმცა ეს არ არის სიმართლე. მარადიულ ცხოვრებას ყოველდღიურად ვხედავთ და შევიგრძნობთ. მომავალი ცხოვრება რომ არსებობს, ამაში უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე იმაში, რომ ხვალ დილით მზე ამოვა. ეს ასეა. ამას ხომ აშკარად ვხედავთ, განვიცდით და ყველა თვითმხილველი მოწმე ამას გვიდასტურებს, როგორც მაგალითად იოანე მახარებელი. რაითა უწყოდით რამე თუ ცხოვრება ის საუკუნოი გაქვს. იონეს პირველი წერილი მე-5 თავის მე-13 მუხლი. მე ღვთის მადლით ვხედავ გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც ნათელში ცხოვრობენ და ხარობენ ამით. მომავალი ცხოვრება მეტად მშვენიერია. მომისმინეთ, დღეს ძალიან შეძრული ვარ. დიდად დამწუხრებულები მოვიდნენ ტასოს მშობლები მონასტერში, რათა ნუგეში მიეღოთ. რამდენიმე დღის წინ 14 წლის ბიჭი დაეღუპათ. იგი ზღვაში თამაშობდა, დაცურავდა და დაეცა. როგორც ღმერთმა შთამაგონა, ვანუგეშე ისინი. ღვთის განგება მიუწვდომელია, ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რასაც ვხედავთ. ღმერთმა ტასოს ასე მოუხმო ზეცაში. ეს გზა იპოვა ღმერთმა. ასე, ანგელოზად, ყველაფერში გმირად წაიყვანა იგი უფალმა. რადგან ღვთისთვის ასე იყო სათნო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვთქვათ, იყავ ნება შენი. მათე სახარება მე-6 თავის მე-10 მუხლი. ვითარცა უნდა უფალსა, ეგერცა იქმნა. იობის წიგნი, 1 თავის 21 მუხლი. მტკიცედ გწამდეთ, რომ ქრისტე ტასოს უკანასკნელ დღეს მკვდრეთით აღადგენს. ხოლო თუ ის აქ დედამიწაზე იცხოვრებდა, ჩვენსავით დაიტანჯებოდა და ცოდვებსაც ჩაიდენდა. ახლა კი ანგელოზად წავიდა, რათა იმ ანგელოზების დასი შეავსოს, რომლებიც ზეციდან ჩამოცვიდნენ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ყველაფერი დაივიწყეთ, მხოლოდ ლოცვებში მოიხსენეთ ტასო და რამდენადაც მოიხსენებთ მას, იმდენად თქვენი სული ლოცვას მიეცემა. და ასე, თანდათანობით თქვენი სული გაკეთილშობილდება. სხვაგვარად კი ბევრი ცუდი რამ შეგემთხვევათ, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური. თქვენ დაიქანცეთ, ტკივილი განიცადეთ, მაგრამ ღმერთი აკურთხებს თქვენს სულებს და ნუგეშად ის გექნებათ, რომ თქვენი შვილი ქრისტესთან არის. და ღმერთმა შეგვიწყალოს და ძალა მოგცეს, რომ უკეთესები გავხდეთ. ტასო ნამდვილად ზეცაში ქრისტესთან წავიდა. ახლა ის როგორც სული
ანგელოზებთან ურთიერთობს, რომლებიც ღმერთს ადიდებენ. ის დაუღამებელ ნათელშია. ის ქრისტესთან მარადიულ სიხარულსა და შვებაში იმყოფება. სადაარს მე დღესასწაულეთა ხმაი დაუსრულებელი. ზიარების შემდეგ სამადლობელი ლოცვები, ლოცვა პირველი. ყველანი ერთად წავიდეთ და ვიპოვოთ ტასო აბრაამის წიაღში, ღმერთთან ახლოს, ყველა ანგელოზთან ერთად. იქ, სადაც ყველანი მოველით წასვლას და ერთად მარადიულ ცხოვრებას, როგორც პეტრე მოციქული ამბობს. ისწრაფდეთ მოსვლას ამას დღისა მის ღმრთისასა. ახალთაცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსა დაღთქმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს. პეტრე მოციქულის მეორე წერილი, მესამე თავის მე-12-13 მოხლები. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, არსებობს გზები, რომ კავშირი გვქონდეს მიცვალებულებთან და დავეხმაროთ მათ მოწყალებით, ლოცვით და წირვასა და საღვთო ზიარებაში მონაწილეობით. ყოველივე ამით ჩვენ კავშირს ვამყარებთ მიცვალებულებთან, რადგან ისინი ჩვენ გვხედავენ და ხარობენ ჩვენით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ სიკვდილის შემდეგ უფრო ახლოს ვიქნები თქვენთან, ვიდრე ახლა ვარ, რადგან უფრო ახლოს ვიცხოვრებ ქრისტესთან. ქრისტესადმი სიყვარული გარდაქმნის ყველა მწუხარებას და მათ შორის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულსაც, რომელიც ყველაზე ძლიერია. როდესაც ქრისტე გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი საყვარელი პიროვნება, რომელიც გარდაიცვალა, ქრისტესთან არის, შვიდებით და გვიხარია. ქრისტემ ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა. სიკვდილმა ჩვენ არ უნდა შეგვაძრწუნოს. მასში საშიში არაფერია. ეს არის კარი, რომელსაც მარადიულობაში შევყავართ. ცხადია, საჭიროა, რომ მომზადებულები ვიყოთ, აქედანვე ვიცხოვროთ ქრისტესთან ახლოს, რათა პირდაპირ მასთან მოვხვდეთ, როცა მომავალ ცხოვრებაში გადავალთ. ყველა ვიცით, რომ მაგ დედამიწაზე სამუდამოდ არავინ დარჩება. მარადიულობა მხოლოდ სამოთხეშია. ვისაც გვიყვარს ქრისტე, იქ ყველანი ერთად ვიქნებით და ვიცხოვრებთ სულიერი სიხარულით. ერთ დღეს საპატრიარქოდან ერთმა ნაცნობმა დამირეკა და ლოცვის შესახებ საუბრობდით. მე მას ვკითხე, რატომ წერია წყლის კურთხევის საიდუმლოში მიცვალებულთა ტროპარი, მაშინ როცა ამ საიდუმლოს ცოცხლებისთვის აღვასრულებთ? იქ წერია, დაიცევ მაცხოვარ სულნი მიცვალებულთა ძმათა ჩვენთა სასოებითა ცხოვრებისათა და მიუტევ მათ შეცოდებანი მათნი. შეგიძლიათ მითხრათ, რატომ წერია მიცვალებულთა ტროპარი აიაზმის მსახურებაში? მისი პასუხი ასეთი იყო. იმიტომ, რომ როდესაც მიცვალებულებსაც ვიხსენიებთ, ამით ჩვენი ლოცვა სრულყოფილი ხდება. რა ბრძნული პასუხი იყო და არ ვიცოდით. ჩვენ კი სინამდვილეში კოჭლობით ვლოცულობთ და არც კი ვიცით, რა შინაარსის უნდა იყოს ჩვენი ლოცვა. ჩვენ ძირითადად მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვევედრებით ღმერთს. ქრისტემ ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა. ამას იგი ნათლად ამბობს. სიკვდილი არ აიხილოს უკუნისამდე. იოანეს სახარება 1:41 მოხლი. იცხოვრეთ ქრისტეში და მასთან ყოფნით იქნებით ბედნიერები. ჩვენ ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ, გავერთიანდეთ ეკლესიაში. იმისათვის, რომ ეკლესიაში გავერთიანდეთ, უნდა მოვაკვდინოთ ძველი კაცი. ხოლო იმის იქით, არც სიკვდილი არსებობს და არც არაფერი. მხოლოდ მარადიული ცხოვრებაა. ამინ.